Yeah.
გამარჯობა ჩემი ზურფასი. გესალმებით ყველას. სიყვარულით მინდა მოგესალმოთ. მიხარია რომ აი ლავას პატარა ქალაქში ჩემ სამეფოში ვარსებ და
ძალიან მიხარია, ჩამოვედით. ბატონი ზურაბ კობიშავიძე, ბატონი მუზარ, ვაშალი, ალბათონი მაკა ქაჯაია, ალბათონი ეთერ კაკულია. ეს ისეთი სახელებია, მე მგონი არ ჭირდება ამ ადამიანებს დაცნობა, არ ჭირდება ამ ადამიანებს წარდგენა და მიხარია რომ ხონში აი ამ ლამას ძირძველ ქართულ იმერულ ქალაქში ნებათ კუთხე დავარქვათ ნებათაც იმერეთში შუაგულ იმერეთში ჩამოვიდეთ და კონცერტებს ხალხი მე მგონი კმაყოფილია და ჩვენს ბედნიერები ვართ ჩვენს კმაყოფილები ვართ კიდე მომავალში დიდი სიამოვნებით ჩამოვიდეთ ძალიან მიხარია რომ დღეს ხონში ვარ ყოველთვის ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ხონში ეს კონცერტი თუ თბილისში ყოველთვის რაღაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგები და მით უმეტეს ხონი იმიტომ მიყვარს იმიტომ რომ ჩვენი გვარი აქედან არის წარმოშობით სოფელი ნახახულებია და იქიდან წარმოიშვა ჩვენი გვარი და თითქოს საკუთარ ოჯახში ჩამოდიხარ მიხარია იმიტომ თან ბაქაური მსმენელიც რომელსაც უყვარს ქართული საესტრადო სიმღერები და ვიხარია მათთან შეხვედრა მოკითხვა ხონელებს და დიდი მადლობა ყველაფერთვის მოვეფერები ისე და ისე ხონელებს იმიტომ რომ რამდენჯერაც ჩამოვედი ამ რაიონში ყოველთვის ძალიან დიდი სიტყვოთი სიყვარულით ხდებიან ჩატარდა მერწრი რომ ფანტასტიკური კონცერტი ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ბატონ გოჩა ბაკურაძეს ხონის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობას დიდი მადლობა ყველას ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა. დღევანდელი ღონისძიება ფაქტიურად ბატონ გოჩა ბაკურაძის ინიციატივით და თავისუფლებით მოხდა, რომელსაც ხარი დაუჭირა რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა ზურაბ ჩიბუხაიამ და ხონის საზოგადოებისთვის წელს უკვე მეორე ღონისძიების ჩატარება მოგვიწია 2 ნოემბერს, რომელსაც ზალა ერთობაში ქვია და აქ შეგაფშირდნენ ძველი და ახალი თაობის ესტრადის ვარსკვლავები და ნამაზი საღამო ჩატარდა ხონელებისთვის, ხონის საზოგადოებისთვის, რომელიც თავისი კულტურით, თავისი ხელოვნების სიყვარულით გამოირჩევა და მაყურებლები თავისთავად მე მგონი ხიზლებისაგვარად ამოფხატეთ მათი ინტერესები. ჩატარდა ერთ-ერთი ნამაზი ღონისძიება და ისტორიის მოხსნება გახდა. მე მადლობას ვუხდი კულტურის სახლის დირექტორს ქალბატონ მინარი რონიანს, ბატონ გოჩა ბაკურაძის ინიციატივას კიდევ ერთხელ გამოყვა და ბატონ ზურაბ ჩიბუხაიას და ხონის საზოგადოებას ყველა ადამიანის ვინც დღეს მოვიდა და დაესწრო დღევანდელ ღონისძიებას.